დღეს ისევ მორიგი გადაცემა გავა ჩემი საავტორო სახალხო სამართალი. გთხოვთ გააზიაროთ, გამოიწეროთ ტელეკომპანია ახალი პეიჯი და YouTube არხი. ძალიან გთხოვთ მასიურად გავაზიაროთ, რომ საზოგადოებამ გაგვიცნოს ერთი ჩვეულებრივი ქართველები, ადამიანები, რომლებმაც უსამართლობა ვერ ავიტანეთ და ყოველგვარი სამსახურეობრივი მოვალეობის გარეშე, რადგან ჩვენ არც თანამდებობები გვიკავია და არც ხელფას გვიხდის არავინ, აი ამ ბრძოლისთვის მოვინდომეთ ქვეყანაში დიდება უფალს, სამართლიანი სახელმწიფო რო შევქმნათ, ამისთვის არ ვიშურებთ ძალისხმევას. დღეს ჩემი სტუმარი არის, როგორც ვთქვი, ჩვეულებრივი უბრალო ქართველი, აჭარიდან, კერძოდ ბათუმიდან, დავით აზნაურაშვილი. ადამიანი, რომელმაც ჩემსავით ჩვეულებრივად ვერ აიტანა უსამართლობა და ძირითადად ვინც თვალს ადევნებთ უსახკარობასთან, ბრძოლასთან ასოცირდება და ცდილობს შუამდგომლობა გაუწიოს უსახკარო ადამიანებს, ხელისუფლებასთან მიდის, მათ გაჭირვებაზე ლაპარაკობს, მაგათთან ერთად გადის აქციებზე და ასე შემდეგ. უნდა რომ მთელ საქართველოს გააგებიოს აი ეს უსახკარობის პრობლემა და იბრძვის ესეც ყოველგვარი ვამბობ ანაზღაურების და თანამდებობრივი ვალდებულების გარეშე. მაქვს ხელში სარჩელი ტერა ბანკის. ეს არის თურქული ბანკი, რომელმაც თურქეთის ეკონომიკა აქტიურად ააყვავა და რა თქმა უნდა ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო და კიდე თურქული ბანკი ახლავე ვიტყვი, რომ არ შემეშალოს. დიახ, ხო, ხალიდ ბანკი, ზირაად ბანკი და ეს ტერა ბანკიც. ჩვენ ქვეყანაში წარმოდგენილი, ბაზარზე წარმოდგენილი ბანკები, ზოგი თურქულია, ზოგი, მაგალითად, ბაზის ბანკი ჩინურია, საქართველოს ბანკი, ამერიკის და გაერთიანებული სამეფოს ბანკი, ასე კრედო ბანკი და ასე შემდეგ. ახლა ისეთი ქვეყნები ჩამოვთვალე, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ზოგადად ჩვენთან მოიაზრებენ სტრატეგიულ მეგობრებად. და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელსაც, თურმე ეს ბანკები დებენ რა, როგორი მაჩვენებელი გვაქვს ეკონომიკის ზრდის და სხვათა შორის ფაქტიურად მოსალოცად გვაქვს საქმე, ამათმა ისეთი შედეგი დადეს, თურმე ისეთი სისწრაფით ვითარდება საქართველოში ეკონომიკა. ამ შემთხვევაში ბანკებს ვეთანხმები იმაში, რომ თუ ისინი გულისხმობენ თავიანთ ეკონომიკას, რა თქმა უნდა, ბანკების ეკონომიკა ძალიან მზარდია ქვეყანაში. ახლა რომელი ქვეყნებიც მე ჩამოვთვალე აქ ზოგადად რომელი ბანკებიც არის ჩვენ ქვეყანაში წარმოდგენილი, ვთქვათ ამერიკული, ფრანგული, თურქული, ჩინური და ასე შემდეგ, ჩვენ ვერც ერთ ამ ქვეყნებს ომით ვერ მოუგებთ. ანუ სამხედრო ტექნიკით, რომ ბრძოლა დაუწყოთ, ეს გამორიცხულია და ვერ მოუგებთ. მაგრამ ჩვენ ყავს ყველაზე დიდი მეგობარი. აბსოლუტურად, როგორ ვთქვა, აი ამათზე ყველაზე დიდი მეგობარი და მართლა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე. და ზუსტად იმიტომ შემიძლია მე აქ დღეს რომ ვზივარ, ვილაპარაკო ქართულად. სახელმწიფო კიდე გქონდეს დიდება უფალს, ენა კიდე გქონდეს, ეს არის უფალი, ქრისტე, დიდება მას. დანარჩენი არც ერთი სტრატეგიული მეგობარი არავინ არ გვყავს ჩვენ, თორე აღვიგვებოდით მიწისგან პირისა ზუსტად ამ პოლიტიკის გამო, როცა ჩვენ ქვეყანაში ფულმა ჩაანაცვლა იარაღი. და ეს გახდა სახელმწიფოს დაპყრობის საშუალება. მე რატო ვთქვი, რომ თავის ქვეყანაში ამ ბანკებმა ააყვავეს თავიანთი ქვეყანა, როცა ჩვენ ხელისუფლებებს ეს 35 წელია ბოლო, როცა ეროვნული ხელისუფლება, ვიცით ჩვენ, ფაქტიურად დაასამარეს. იმის მერე, რაც ეს საბანკო სისტემა შემოვიდა ჩვენში ეროვნული ბანკის სახით, მიდის ბრძოლა.
და როცა ჩვენ ხელისუფლებას ექნება ზუსტად ვამბობ ქრისტეს მიერი კანონებიდან 10 მწნევიდან ამომავალი კანონი მაშინ ვერც ერთი ბანკი ვერ გაბედავდა რომ ეს პოლიტიკა გაეტარებია ჩვენ ქვეყანაში მიუხედავად ამისა ამ ყველაფერისა ვამბობ ეს ქვეყანა ფაქტიურად ამ საბანკო პოლიტიკით არ უნდა არსებობდეს მაგრამ მაინც ჩვენმა აი ამ ქრისტეს მიერმა სიყვარულმა შეძლო ის რომ გადაფორმებულ სახლებში 15-20 წელიწადია ცხოვრობენ ადამიანები და ფაქტიურად მათ ფლობაში აქვთ საკუთრება კი ამათია მაგრამ ფლობაში აქვთ ეს სახლები იმიტომ რომ მასიურ გამოსახლებას ვერ ბედავენ ვერა, იმიტომ რომ აჯანყდება ერი მართლა და შიში ამ მასიურად რო გაბედონ და ასე შეპარვი თითო-თითო დასახლებენ. ბატონო დავით თქვენ იცით ალბათ რომ ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ კანონ პროექტი შევიტანეთ სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ. რადგან გამოსავალი ამ წლების განმავლობაში, რასაც მე ვებძვიდა თქვენს, იმიტომ რომ უსახკარო ხდება, იმიტომ რომ ახან მევახშემ გამოასახლა, ხან ბანკმა გამოასახლა, ხელისუფლება საბინაო პოლიტიკა არ აქვს და ამდენი უსახკარო შეიქმნა. ამიტომ თქვენ გაეცანით ჩვენს პროექტს და მინდა ორი სიტყვით თქვათ თქვენი აზრი, მე მიხარია რომ თქვენ ჩვენთან მოხვედით და ჩვენ თანამებრძოლები ვხდებით, ჩვენ თუმცა დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და თანამებრძოლები ისედაც ვართ. პირველ რიგში გამარჯვებას უსურვებ ქართველებს და ყოველთვის გაგიჩნდებათ შეიძლება ის შეკითხვა თუ რატო ვარ აქ. აქ პირველ რიგში იმიტომ ვარ რომ მე ჩემი ამ ბრძოლის მანძილზე და განმავლობაში ძალიან ბევრი პარტიასთან ვიდექი თუ გაერთიანებასთან ვიდექი არც ეს არ ქონია ის გეგმა რაღაცა რო შედეგზე გაგვიყვანდეს და მე აქ ამისას ველაპარაკე გავეცანი იმ პროგრამასაც ეროვნული ბანკის ყველას ეძლევა იმ პროექტით და იმ გეგმის მიხედვით რომ შეძლების დაგვარა სახელმწიფო რო ხელში შეუწყოს და პირველი რიგში მე იმის თქმა მინდა რომ პროცენტულად დაბალი იქნება ეროვნულ ბანკსაც თავისი თვისებები გააჩნია იმიტომ რომ პირველ რიგში სახელმწიფოს გაძლიერებაზეც უნდა იფიქრო სახელმწიფო ბანკი გეთანხმები დავით უბრალოდ რა არის სახელმწიფო ბანკი არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე რომ მოგება კონდეს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო ბანკი არის ორიენტირებული სახელმწიფოს გაძლიერებაზე ამიტომ აქ პროცენტზე საუბარი მარტო არის მიზერული ისეთი რომ თანამშრომელი შეინახოს მხოლოდ თანამშრომლები უნდა შეინახოს ბანკმა დანარჩენი აქ ყველაზე მთავარი ის არის რომ ამ პროექტში არის თვითონ იმისი რა ქვია სტრატეგიული ობიექტების დაფინანსება. რომ სამუშაო ადგილი რო შეიქმნება, წარმოიდგინე, ადამიანს გადახდა არ უჭირს მერე. როცა დღეს ჩვენი პრობლემა რა არის? სამუშაო ადგილები რო არ იყო და რაც არის ისიც არ არის ადამიანი გადახდის უნარიანი, თორე სესს გადაიხდიდა ჩვეულებრივად და ჩვენ ეს მოცემულობა არ დაგვიდგებოდა. საზღვარგარეთ ქვეყნებში არის ვალს შვილები იხდიან. ვერც გებულობენ. აი ზუსტად ასე იქნება აქაც. უნდა მოხდეს რეფინანსირება ამ ვალების სულ ყველა ამ ხალხის და ჩვეულებრივად მე ისინი გადაიხდიან სახელმწიფო ბანკში, მაგრამ სახელმწიფო ბანკში გადაიხდის ის, ვისაც ვალიც არ აქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ ძალიან ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავისი ფული და არ იქნება დამოკიდებული აი იმ ბრჭყალებში სტრატეგიულ მეგობრებს. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმები შენ თავიდანვე თქვი თურქეთი მოიყვანე მაგალითად, რომელმაც ფაქტიურად ამ ბანკზე დახმობით შექმნა თურქეთის ძლიერი ეკონომიკა და დღეს ყველა დამეთანხმდებით, იმიტომ რომ თურქეთი ზუსტადად რომ ეკონომიურად ძალიან ძლიერი არის, ზუსტადად აი სახელმწიფო ბანკი და ეროვნული ბანკი როდესაც არის ის მოგებაზე, აი იმ ფულიდან კი არ იყოს, უნდა იყოს მოგებაზე, მაგალითად მე რო ავიღე სესხი და რო გავაკეთე რაღაცა შევქმენი, ხო? აი იმის გადასახადიდან უნდა იყოს მოგებაზე. მე რაღაცას რო ვაწარმოებ, ფერმა გავაკეთე, თუ რაღაცა საწარმოო რო გავაკეთე, აი იმის გადახდიდან უნდა მოვაკვდე, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის უამრავს. ის კი არ გვექნება საძებნელი რომ გავიქცეთ საზღვარგარეთ, რომ სამუშაო ადგილები ვაიმე იქ უფრო მეც გვიხდიან. აქ უკვე შენ ქმნი დოვლად შენ სახელმწიფოში და სამჯერ უფრო მომგებიანი არის სახელმწიფოსთვის, ვიდრე სახელმწიფო რო სესხს რო გასცემს
და იქიდან რომ მოგება და სარგებელი რომ ნახოს. არავითარ შემთხვევაში ჩვენ და ზუსტად მე იმიტომ ვარ და მამისა, იმიტომ გითხარი რომ ძალიან სრულად ჩამოყალიბებული გაქვს, არც ერთ პარტიას და ორგანიზაციას არ აქვს ეს ჩამოყალიბებული, ყველა იძახის რომ მე მაგალითად ევროპული ბანკი გვინდა ევროპაში რომ შევიდეთ, მაგრამ ამით რა ხდება იცი? თავის თავს შეურაცხყოფას აყენებენ ეს ხალხი, იმიტომ რომ მე ევროპელის ჭკვის სასწავლებელი რა მჭირს. რატომ ევროპელიდან უნდა ავიღო, ან რატომ რუსეთიდან ავიღო, ან რატო ვიღაცისგან უნდა ვისწავლო რაღაცა, როდესაც შენი გონება გაქვს და მე ამ წუთას ეს გეგმა პროექტი აბსოლუტურად სოფლიოში რაც თუ დანერგილი გეგმა პროექტი არის მირჩევნია ზმაო. იმიტომ რომ ერთზეა მორგებული, სოფელი განვითარდება და მე სრულ გარანტიას გაძლევთ. აი 1,000,000%-იან გარანტიას გაძლევთ, რამოდენიმე წელიწადში ხო? დღეს თუ სოფლის მეურნეობა არ განვითარდა პირველ რიგში, აბსოლუტურად ქართველიერი დაიღუპება და გასწორდება მიწასთან. საბედნიერო დავით, ჩვენ ქვეყანას არ აკლია ნედლეული, რომ არა მარტო სოფლის მეურნეობა, მძიმე მრეწველობაც რომ განვითარდეს და ამ ქვეყანას ყველაფრის რესურსი აქვს იმისთვის, რომ უამრავი სამუშაო ადგილები შეიქმნას. მე იმედი მაქვს, სახელმწიფო ბანკის იდეა, რაც არის ამ წუთში წარდგენილი, ეს აუცილებლად პოვებს განხორციელებას და ფთას შეისხამს და ყველას მოუწოდებთ ჩვენ აბსოლუტურად, რომ ამ პროექტის გარშემო გავერთიანდეთ. იდეის გარშემო გავერთიანდეთ და ამ იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს ვერაფერი ვერ დაშლის, რადგან აქ არ არის ერთ პიროვნებას, რომ რაღაცა კენჭს იყრიდეს და სადღაც იმისთვის გაუწიოთ, რომ იტყვიან ქებადიდება. არა ბატონო, იდეის გარშემო რომ შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო საკუთარი ბანკეთი. დიახ, მამისა, ზუსტად მაგაში გეთანხმები, რომ საქმის ირგვლივ, რეალური საქმის ირგვლივ, რეალური პერსპექტივისათვის, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს გადაარჩენს და თითოეული ქართული ოჯახი იქნება დაფასებული, წინ წამოწეული და გაძლიერებული. სახელმწიფო ბანკი ძლიერი სახელმწიფოთი შევქმნათ. ამას ვინც ეთანხმებით, გიწვევთ ყველას. ეკონომისტებს, ფინანსისტებს, ყოფილ ბანკირებს, გამოთქვით თქვენი აზრი, რომ ამაში რა არის სახელმწიფოსთვის მომგებიანი და კარგი და რა არ არის. თავისუფალია ჩვენი ეთერი ყველა თქვენთაგანისთვის. გიწვევთ თქვენი აზრები და კიდე დავამატებ რაღაცას მამისა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ აგერ ეს ერთი თვეა ბავშვები, ავადმყოფი ბავშვები რო გამოდიოდნენ, მასში ახალგაზრდები ამოუდგენ ხარში და ვენაცვალე, აი სულ ყველა იმ ქართველ ახალგაზრდას, რომელმაც შედეგი დადეს და რატო დადეს შედეგი? იმიტომ რომ სისტემა ფაქტის წინაშე დააყენეს. ფაქტის წინაშე დააყენეს, დააშიშულეს, მიღაბით ჩამოხადეს და შედეგიც დადეს. ამიტომ ვამბობ ჩვენ საქმის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ, იდეის ირგვლივ უნდა გავერთიანდოთ და მხოლოდ მართალი სიტყვით, მართალი გზით და მართალი ძალებით.